მოგესალმებით ახალ ამბებს 16 საათზე ნინო სალუქვაძე გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ბიშკეკის მანასის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ადილბეკ კასიმალიევი დახვდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან, რის შემდეგაც მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. მთავრობის მეთაური ბიშკეკში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის ministrები და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან. პრემიერ-მინისტრის დონეზე ვიზიტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საუბარი შეეხება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება ეკონომიკური კომისიის შეხვედრა, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში ყირგიზეთთან თანამშრომლობა საკმაოდ დინამიურად ვითარდება და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ კომისიის ფარგლებში იყოს განხილული ის საკითხები, რაც დგას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების დღის წესრიგში. შედგება ასევე ჩემი შეხვედრა კოლეგასთან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ყირგიზეთთან თანამშრომლობა. ამ კონტექსტში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი საკითხები განსახილველი და რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი იძლევა ასევე კარგ შესაძლებლობას ვისაუბროთ სწორედ საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობაზე. საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქვეყანაში მასშტაბური ღონისძიებები იწყება. საიუბილეო თარიღის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად სამცხე ჯავახეთს ეწვია. საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ფოგის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი დაათვალიერეს და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული მემკვიდრეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შალვა პაპუაშვილი ნინო წმინდაში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. მხარეებმა რეგიონის განვითარებაზე მიმდინარე პროექტებსა და ხალხის საჭიროებებზე ისაუბრეს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებების სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-დან 6.5%-მდე გაზარდა. სავალუტო ფონდში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ ძლიერია, ხოლო ფინანსური სექტორის სტაბილურობას ინარჩუნებს. ფონდის შეფასებით, სწორი პოლიტიკის წყალობით საქართველო წარმატებით უმკლავდება გარე გამოწვევებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენას. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ქვეყნის რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ძლიერი ტემპი კი მიმდინარე წლის დასაწყისშიც შენარჩუნებულია. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააუმჯობესა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. რეალური ეკონომიკა მისი თვალახედვით 6.5% გაიზრდება წელს, მომავალ წელს 5.7%-ით. გააუმჯობესა აგრეთვე ამერიკულ დოლარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ფონდის შეფასებით წელს ეკონომიკა ამერიკულ დოლარში 14%-ით გაუმჯობესდება, ხოლო 2026-21 წლებში 10.5% იქნება დოლარში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი. იზრდება საქართველოს ეკონომიკა და ჩვენ მალე მივაღწევთ მიზანს, რასაც ქვია მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღება. 2030 წლისთვის საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით დღეს ბრიუსელში საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა. ქართული მხარე ევროპულ პარტნიორებს კონკრეტულ ფაქტებს წარუდგენს, რომ საქართველო ვიზა ლიბერალიზაციით ნაკისრყველა ვალდებულებას ასრულებს. სახელმწიფო გუნდი ხაზგასმით განმარტავს, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და საკითხი ევრობიუროკრატიის მხრიდან პოლიტიკური შანტაჟის იარაღად გამოიყენება. მართულ პარტიაში მკაფიოდ აცხადებენ, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე ზეწოლის მორიგი მცდელობა შედეგოდ დასრულდება. საქართველო პერნატლად ასრულებს წინმედის და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეეხება საზღვარზე კონტროლს, რაც შეეხება რეადმისიას, რაც შეეხება იმ დეტალებს, რომელიც მოთხოვნილია საქართველოსაგან, არა მხოლოდ ყველა კანდიდატ ქვეყნისაგან, როგორ უნდა მართავდეს საზღვარს, მიგრაციის, რეადმისიის პროცესებს, ეს ყველა საკითხი განხილული იქნება. რასაკვირველია პოლიტიკური თემის გარეშე არც შეხვედრა არ ჩაივლის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც იქ არის, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელიც იქ არის. ფიქრობ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ მყარი პოზიცია გაგვაჩნია. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, რომელიც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, აქ ჩვენ საკმაოდ გამართული ვართ და კარგი მაჩვენებლები გვაქვს ყველა მიმართულებით. დღეს ჩვენ ვისჯებით ბრიუსელისგან, იმიტომ რომ მათ
პოლიტიკას არ გავყრევით. ეს არის შანტაჟი და მუქარა მორიგ ჯერზე. ერთადერთი დარჩათ, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ. დღევანდელი პოლიტიკა, რაც აქვს ბრუსელს, ეს შორს არის დემოკრატიული მართლა ევროპული ღირებულებებისგან. დაცლილია. და ამის დემონსტრება არის თითოეული მათი ნაბიჯი, ქმედება და ესე იგი მოქმედება. თქვენ ნახეთ, ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებენ დღესაც და თვითონ კადრს ეძებენ რუსეთთან მოლაპარაკების რაუნდი როგორ გამართონ. ეს არის მორიგი ტექნიკური დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც იმართება დღევანდელ დღეს და რომლის მსგავსი შეიძლება მომავალ პერიოდშიც გაიმართოს, იმიტომ რომ ეს პროტოკოლი ამას ითვალისწინებს და ეს პერიოდი, რა პერიოდიც ახლა მიმდინარეობს, სწორედ ეს ვიზა ლიბერალიზაციის გამტკიცების საკითხი მოითხოვს სწორედ ესეთ შეხვედრებს და რა თქმა უნდა ჩვენ დავალოთ საბოლოოდ გადაწყვეტილებებს, დღეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არ იქნება და სამწუხაროა ის რომ ჩვენი ოპოზიციური ლიდერები ცდილობენ რომ ამისგან რაღაცა ესეთი აპოკალიფტური სცენარი შექმნან ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებები რაც ჰქონდა საქართველოს და აქვს დღევანდელ დღეს აბსოლუტურად შემიძლია გითხრათ თამამად რომ ყველა სრულდება ერთადერთი რასაც ამ შემთხვევაში ევროკავშირის ლიდერები არ ეთანხმებიან და რაც უკვე შემდგომ დამატებით საქართველოსთვის შემოიღეს ეს პოლიტიკური ნაწილი, რა თქმა უნდა, ამაში ჩვენ ვერ შევთანხმდებით, იმიტომ რომ ეს ადამიანები ითხოვენ ისეთი კანონების გაუქმებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსიდან ნაციონალური მოძრაობის გარიცხვის შემდეგ სააკაშვილი პარტიულ ცვლილებებს აანონსებს. უკვე ცნობილია, რომ ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების პროცესში ჩართული იქნება ნანუკა ჟორჟოლიანი. ნაცმოძრაობაში მოლოდინი აქვს, რომ ჟორჟოლიანი პარტიას ახალ სიცოცხლეს შესცემს. რაც შეეხება ნაცმოძრაობის თავმჯდომარეს პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ მოახლოებულ ყრილობაზე თინა ბოკუჩავა სხვამ ჩაანაცვლოს. პარალელურად დაპირისპირება ისევ გრძელდება ყოფილ და მოქმედ ნაციონალებს შორის, რამაც სამი თვის წინ შექმნილი ალიანსი დაშალა და ნაცმოძრაობა გაერთიანების მიღმა აღმოჩნდა. ნიკა გვარამიამ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სააკაშვილის პარტია ალიანსში მხოლოდ ფორმალურად რჩება. რაც შეეხება პრეზიდენტი სააკაშვილის განაცხადს ნაციონალური მოძრაობის გახსნის, განახლების და რეფორმირების შესახებ. რახანია ჯანსაღი ცვლილებების აუცილებლობაზე ვსაუბრობდა მივესალმები მის მზაობას, უამრავი გამოწვევის მიუხედავად ეს პროცესი პარტიაში დაიწყოს. ნანუკას შემოერთება იქნება ახალი სიცოცხლის გახსნა ნაციონალური მოძრაობისთვის. ამის ნაციონალური მოძრაობისთვის ნანუკა ჟორჟოლიანი? მე კიდევ ერთხელ გაგეცით ის პასუხი, რაც შეხედეთ კიდევ ერთხელ. ნანუკას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება მათ შორის ხალხთან ურთიერთობაში და მათ შორის ძალიან ბევრ სხვა მიმართულებები. რაც შეეხება ბოკუჩავას გადაყენებასთან დაკავშირებით. ყველას პოლიტიკურ საბჭოს, გენერალურ მდივანს, თავმჯდომარეს, აღმასრულებელ მდივანს, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, ყველას ეწურება უფლებამოსილება. შესაბამისად, ეხლა ამ მანდატებს ჭირდება განახლება და ეს მანდატები უნდა განახლდეს ყრილობაზე. არასოდეს არ მაინტერესებდა ჩერგოლეიშვილის განცხადებები. ჩერგოლეიშვილის განცხადებებზე და მის საქმიანობაზე მეტყოლებს მისი რეიტინგი. ალიანსში არის თუ არა ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ არის, რამდენჯერ უნდა ითქვას, რომ არის, მაგრამ ის ფორმალურად არის ამ ეტაპზე, იმიტომ რომ მისი გადაწყვეტილებაა, რომ მონაწილეობა არ მიიღოს ალიანსის საქმიანობაში. ალიანსი ხო არ არის ფურცლის ორგანიზაცია. მე პირადად მივესალმები სულ აი ამ რევოლუციებს იძახიან და რევოლუცია გააკეთონ თავიანთ პარტიაში. რამდენჯერ უნდა იმდენჯერაც. მოიყვანონ ახალი ტოპტვინები. ქალტო ნანუკა ყავთ ამჯერად მოწვეული და მგონია რომ ფერიფერსაო ნათქვამია და ზუსტად ერთი-ერთი არიან. და კიდევ ერთხელ შეეშვან რა ამ ქვეყანას. ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის ამბობდა, რომ ისინი არიან ძალა, რომლებიც აერთიანებენ სწორედ ახალგაზრდებს, ხო? და როგორც ირკვევა, თურმე ეხლა შემოყავთ ახალგაზრდები პარტიაში და იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სოციალური ქსელიდან იგებენ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, ნუ რა გუნდურობაზე და რა პარტიულობაზე უნდა ვისაუბროთ, აქ ისევ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს ერთი ადამიანი მიხეილ სააკაშვილი. მე არ მგონია, რომ დიდი ცვლილებები იქნება ნაციონალურ მოძრაობაში, უბრალოდ ეს იქნება მოჩვენებითი ისევე როგორც 101 დღის განმავლობაში გააძლო იმ ალიანსმა შეიძლება რაღაცა გარკვეული პერიოდი დასაწყისში იყოს ესეთი მოჩვენებითი ცვლილებები, მაგრამ საბოლოოდ მყარი ცვლილებები, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა მივა არჩევნებამდე და თავის ამომრჩეველს რაღაცა კონკრეტულს შესთავაზებს, მე დარწმუნებული ვარ, ამას ვერც ერთ ჩვენთაგანი ვერ ვიხილავთ.
საქართველოს პროკურატურის ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიურო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში აჭარაში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის გათეთრებისთვის დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. გამოძიების ინფორმაციით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ფსევდონიმით აუდია 6 2022 წლიდან კიბერდანაშაულებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის დამალვაში ეხმარებოდა. 3 წლის განმავლობაში უკანონო საქმიანობის ფარგლებში ორგანიზაციის წევრებმა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა გაათეთრეს. ევროპოლისა და ევროჯასტის მხარდაჭერით გამართულ ოპერაციაში 100-მდე სამართალდამცავი მონაწილეობდა. ჭხრეკა ერთობლივად ათეულობით ლოკაციაზე ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ფიზიკური პირების, მათი საცხოვრებელი სახლების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჭხრეკა. შედეგად ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ელექტრონული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეძენილ 173 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, ძვირადღირებულ უძრავ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს. ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში 10 ივნისს აჭარის ტერიტორიაზე დავაკავეთ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები. უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე გამოძიებებით დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ფსევდონიმით აუდია 6, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებდა, ინტერნეტ სივრცეში კიბერდანაშაულების და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას, დანაშაულის კვალის სამართალდამცავებისაგან დაფარვას, რაშიც იღებდა სოლიდურ სარგებელს. 2022-2025 წლებში უკანონო საქმიანობის ფარგლებში აუდი 6-ის წევრების მიერ გათეთრებულია რამდენიმე ასეული ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. გარდა აღნიშნულისა, დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე მართავდა კიბერკრიმინალურ ფორუმს, დასახელებით Dark to Web, რომელიც გამოიყენებოდა უკანონო სერვისების რეკლამირებისა და მსოფლიოს მასშტაბით კიბერკრიმინალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. მემაბარია რეგიონალური სამსახურის შესაბამის ოფისში და ამერიკის შეერთებული შტატების ეს სამსახური იცავს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, უმაღლესი დონის პირებს, რომლებიც ჩამოდიან შეერთებულ შტატებში. რასაკვირველია, ბევრმა ადამიანმა იცის არნახულად კრიტიკული მნიშვნელობა ამ დაწესებულებისა, რომლებიც იცავენ ქვეყანას, მის უსაფრთხოებას, ცდილობენ თავიდან აარიდონ ქვეყანას, დავუშვათ ყალბი ფულის მოჭრა და აი ამგვარი მძიმე დანაშაული. დღეს მსოფლიო გაერთიანებულია და ამ მიმართულებითაც მოქმედებს დანაშაულებრივი სამყარო და ამიტომ საჭიროა ჩვენი ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობა, რომ ამ მიმართულებით ვებრძოლოთ დანაშაულს. პარტნიორობა საქართველოსთან არის ის დიდებული მაგალითი, რომელსაც მოჰყვა პრაქტიკული შედეგები და მინდა გამოვხატოთ ჩემი მადლიერება გენერალური პროკურატურის მიმართ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მოწყობისთვის. მე ვარ რეგიონალური ატაშე და ნამდვილად მაქვს პატივი, რომ ვიყო აქ ამ ძალზედ მნიშვნელოვან ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საგანგებო სამსახური ვართ და ნამდვილად ვცდილობთ, რომ გავაფართოოთ ჩვენი ცოდნა, აქტიურობა და აქ საქმიანობა იმისთვის, რომ ამ რთულ ასპარეზზე ვიმუშაოთ შესაბამისად. გვაქვს შესაბამისი სააგენტო სწორედ ამ გამოძიებისა და ეს ეხება იგივე ფულის გათეთრებას სხვადასხვა დანაშაულებს, მაგალითად, როგორიცაა საგადასახადო ტიპის დანაშაულები და ვითანამშრომლებთ სხვადასხვა ტრანსეროვნულ ორგანიზაციებთან. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის სწორედ იმის მაგალითი, როცა ერთი მიზანია. მე მინდა ქართველი კოლეგების და შესაბამისი უწყებების მიმართ გამოვხატო მადლიერება. ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელის სახელით და მისი თანამშრომლების სახელით მინდა გამოვხატოთ ჩემი და ჩვენი მადლიერება ყველა იმ უწყების და მისი თანამშრომლების მიმართ, რომლებიც შაბმულები არიან ამ საქმეში. ჩვენი შტაბ-ბინა ქალაქ ლოძშია. მინდა საგანგებო მადლობა გადავუხადო როგორც თბილისის, ასევე ბათუმის შესაბამისი ქვეგანყოფილების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს. სწორედ ჩვენი ასეთი მხარდამხარ მუშაობა, გაცნობიერებული ამოცანები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წარმატებით ვიმოქმედოთ. მადლობა ძალზედ შედეგიანი მხარდაჭერისთვის. სამეგრელო ზემოსვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მესტის მუნიციპალიტეტში დამეტებითი 42 ეგრეთ წოდებული მაინერი ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით სისტემატურად აგენერირებდნენ ციფრულ ვალუტას, რითაც არალეგალურ შემოსავლებს იღებდნენ. სამართალდამცველები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ. მესტიაში 133 მილიონი კილოვატ-საათი არის მოხმარება, რაც წარმოუდგენელია მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტისთვის, მაქსიმუმი არ უნდა აღემატებოდეს 7 მილიონ კილოვატ-საათს.
შესაბამისად დადგა დღის წესრიგში ის საპოლიციო ღონისძიებები, რომელიც მიმდინარეობს და ძირითადი წყარო ამისი არის სწორედ ეს მაინერები. ჩვენი მიზანია, რომ სულად ამოღებული იქნეს აღნიშნული ამ ტერიტორიიდან. ენერგორესურსებით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პოლიციის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში ამოღებულია 254 ერთეული ეგრეთ წოდებული მაინერი. აღნიშნული მიმართულებით ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით. შინაგან საქმეთა მინისტრმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა. 40 ახალი ავტომობილით განახლებული ავტოპარკი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თანამშრომლების ეფექტიან მუშაობას და ოპერატიულ რეაგირებას. შეხვედრაზე სულხან თამაზაშვილს დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალადაშვილმა მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო. მინისტრი დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ცენტრალური მართვის განაყოფებისა და ცხელი ხაზის მუშაობის სპეციფიკასაც გაიცნო. დეტალური ინფორმაცია მიიღო მოქალაქეთა შეუტყობინებების მიღების დამუშავებისა და შესაბამისი ეკიპაჟების ოპერატიულად გადამისამართების პროცესის შესახებ. ირანის ელჩმა საქართველოში მისი საქმიანობის 180 დღის მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ალი მოჯანიმ პრესკონფერენციაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა. დიპლომატმა ირანში მიმდინარე მოვლენების მიუკერძოებლად გაშუქებისთვის ქართულ მედია საშუალებებს მადლობა გადაუხადა. მინდა როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ მედია საშუალებას და მის წარმომადგენლებს, რომლებმაც სამართლიანად პროფესიული ეთიკის დაცვით იმუშავეს საკუთარი აუდიტორიის ინფორმირების მიზნით ირანში მიმდინარე პროცესების გაშუქებისას. ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ მას შესწევს უნარი გაცდეს საელჩოს კედლებს და პირდაპირი კონტაქტი და დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან. ეს მნიშვნელოვანია ხალხებს შორის კავშირისთვის, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. 1 ივლისიდან ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორჯერ სამშაბათსა და შაბათს რუმინული ავიაკომპანია Dan Air შეასრულებს, რაც საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის მზარდი საჰაერო კავშირების კიდევ ერთი დასტურია. ამჟამად ევროპული სამგზავრო ავიაკომპანიების წილი საქართველოს ავიაბაზარზე 35% შეადგენს. Dan Air არის 50-ე ავიაკომპანია, რომელიც შემოდის ავიაციო ბაზარზე და როგორც ევროპული კომპანია, ის იქნება მე-17 კომპანია და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდ ძალისხმევას ვსვევთ, რომ ბაზრები იყოს დივერსიფიცირებული და ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ ქართულ საავიაციო ბაზარზე. საქართველოსა და ევროპას შორის ამჟამად ფრენები ხორციელდება 160 სიხშირით, ევროპული ავიაკომპანიების წილი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 35% შეადგენს. და აღნიშნული მაჩვენებლები ნათლად მეტყველებს იმას, რომ საქართველოს და ევროპას შორის საჰაერო მიმოსვლა წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება. პირველად საქართველოში კერძოდ ბათუმში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ინოვაციების სასამართლო ექსპერტიზაში 2026 იმართება. მასშტაბურ ღონისძიებას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მასპინძლობს. კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის 55 წარმომადგენელი და დარგის წამყვანი სპეციალისტი მონაწილეობს. შეხვედრის მთავარი მიზანი თანამედროვე მიდგომების უახლესი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებაა. პროექტის ფარგლებში ასევე მოიწყობა მსოფლიოში წამყვანი ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოფენაც. ორი დღის განმავლობაში ჩვენ სპეციალისტებს, დარგის სპეციალისტებს ექნებათ შესაძლებლობა იმსჯელონ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც გაზრდის სანდოობას, ეფექტურობას, გამოავლენს ახალ მიმართულებებს, ტექნოლოგიებს. დღეს ჩვენ გამოფენაზე დავათვალიერეთ ის ტექნიკა, რომელიც დღეს პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. ექსპერტიზის საქმიანობის ძირითადი მიმართულება დაფუძნებულია თანამედროვე ლაბორატორიულ ტექნოლოგიებზე. სწორედ ამიტომ ჩვენ კონფერენციის პარალელურად მოვიწვიეთ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლაბორატორიების მწარმოებელი ვენდორები, რომლებმაც წარმოადგენს უახლესი და თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა. იუსტიციის მინისტრმა პაატასალიამ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა. მან თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით აღსრულების სფერო მუდმივად ვითარდება და ინოვაციების დანერგვით მოქალაქეებს კიდევ უფრო ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. საზეიმო ღონისძიებაზე პაატასალიამ ბიუროს ხელმძღვანელთან ერთად საუკეთესო თანამშრომლების მადლობის სიგელები გადასცა. შეგახსენებთ, რომ ეს დღე საერთაშორისო კავშირის ინიციატივით აღინიშნება და მიზნად ისახავს სამართლებრივ სახელმწიფოში აღსრულების როლის ხაზგასმას. 1 ივლისიდან 1 ივლისამდე 2026 წლის 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 1
სასულობო ბიურო წლიდან წლამდე ვითარდება, ის ხდება უფრო თანამედროვე, ხდება ორიენტირებული ადამიანებზე და ცდილობს მაქსიმალურად მიაღწიოს მორიგება სპორტავებს ხარებს შორის. აღმასრულებლის პროფესია ბოლო პერიოდში აღარ არის მხოლოდ იძულებითი საახსნელო მოქმედებების განხორციელება, მან ასევე შეიძინა მხარეთა მომრიგებლის და მედიატორის როლი. აღმასრულებლის როლი მართლმსაჯულების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია. აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე გვახსენებს იმ მნიშვნელოვან როლს, რასაც აღსრულების სისტემა ასრულებს მართლმსაჯულების პროცესში. ამიტომ ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და სიამაყედ ულოცავ ყველა აღმასრულებელს. საქართველოში ცხოველების სწრაფად გავრცელებადი ვირუსული დაავადება თურქულის რეგიონული სიმულაციური სწავლება მიმდინარეობს. რუსეთის ეროვნული სააგენტოს ცნობით სპეციალური სწავლების ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში ქართველი და უცხოელი ვეტერინარები სიმულაციურ ღონისძიებას ერთ-ერთ ფერმაში ატარებენ, რა დროსაც ხდება ცხოველების კლინიკური დაათვალიერება, ნიმუშების აღება და ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა. პროექტის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის დაავადებასთან ბრძოლის ეფექტიანი ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბება და გამოცდილების გაზიარება. სიმულაციური სავარჯიშო დაეხმარება რეგიონში შემავალ ქვეყნებს მოამზადონ თავიანთი გეგმები იმ შემთხვევაში, თუ დაავადების დაფიქსირება მოხდება რეგიონში და შესაბამისად უფრო ეფექტიანად მართონ ეპიდაფეთქება. ეს ღონისძიება ტარდება ევროპის კომისიის დახმარებით, რომელიც სპეციალურად არის ცალკე მდგომი უწყება, რომელიც დაავადება თურქულის კონტროლს ახორციელებს როგორც ევროპაში, ასევე ევროპის მიმდებარე ქვეყნებში. თურქულის დაავადების კონტროლის საკითხზე ევროკომისიასთან ერთად ვმუშაობ. ვატარებთ დაავადების სიმულაციურ აქტივობებს საქართველოსა და სომხეთთან ერთად, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ეს აქტივობები ხელშეუწყობს მონაწილე ქვეყნების ვეტერინარული სერვისების მზადყოფნის გაუმჯობესებას. სიმულაციური სავარჯიშო საქართველოში ხშირად ტარდება, საქართველოს როგორც რეგიონული ჰაბი ხშირად მასპინძლობს მსგავსი ტიპის სწავლებებს, რათა რეგიონში არსებული ქვეყნები მოიწვიოს და ერთდროულად განახორციელოს აღნიშნული დაავადების ლიკვიდაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და სწავლება, რაც ხელს უწყობს რეგიონული შესაძლებლობების განვითარებას, თანამშრომლობას და ასე შემდეგ, რადგან ვიცით რომ დაავადებების საზღვრები არ აქვს და მხოლოდ ერთი ქვეყნის საზრუნავი ვერ იქნება კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა და განსაკუთრებით ისეთი დაავადების წინააღმდეგ, როგორც არის თურქული. დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის. სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ 6 თვიანი ვადა ეძლევა. თითოეული ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირება კომისიამ ინდივიდუალურად იმსჯელა, ამ დრომდე სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სახლი უკვე 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა. წელს უკვე 205 სახლი შეუსყიდეთ და გადავეცით ეკომიგრანტებს. ამ კონკრეტულ კომისიის ხდომაზე 222 ეკომიგრანტ ოჯახს თანხობა ეთქვა თანხის გამოყოფაზე. მათ აქვთ ვალდებულება 6 თვის ვადაში წარმოადგინონ აქ სახლები შესასყიდად. პროგრამა მომავალშიც რა თქმა უნდა განვითარდება. ეკომიგრანტთა კომისიამ დაასრულა მუშაობა და 222 ოჯახთან დაკავშირებით მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. ამ ოჯახებს მას შემდეგ რაც მოხდება მათი მხრიდან საცხოვრებელი სახლების წარმოდგენა სააგენტოს შეუსყიდის უმოკლეს ვადაში საცხოვრებელ სახლებს და ისინი განსახლდებიან უსაფრთხო გარემოში. დაჭრილ-დაშავებული სამხედროები შოტლანდიიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. მათ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სპორტულ შეჯიბრებაში მიღწეული წარმატება მიულოცეს. საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებაში მიიღეს მონაწილეობა. მათ ტურნირში ჩართვისთვის ინტენსიური მომზადება გაიარეს. სპორტულ ღონისძიებაში თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროები უკვე მეხუთე წელია მონაწილეობენ და არაერთი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აქვთ მიღებული. ჩვენმა საამაყო დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს შოტლანდიაში გამართულ სპორტულ ღონისძიებაში, რომელიც მიზნად ისახავდა რთულ რელიეფზე მარშირებას
და ძალიან სასიხარულოა და უპრეცედენტოა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, აი ამ ღონისძიების ისტორიის განმავლობაში, რომ ყველა მონაწილემ აიღო ოქრო. ჩვენმა ჯგუფმა წარმატებით გაართვა ამბოცანას თავი და 7-ვე სამხედრო მოსამსახური დაბრუნდა ჩვენს ქვეყანაში ოქროს მედლით. მინდა მადლობა გადაუხადო ორგანიზატორებს, ამერიკულ და ბრიტანულ მხარეს, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიზურ ღონისძიებაში, რომ მოგცა უფლება მიგვეღო მონაწილეობა. თბილისის საკრებულოში სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციაში, რომელიც თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით გაიმართა, მონაწილეობა საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს. დონაციის პროცესი სისხლის შეგროვების ცენტრმა განახორციელა. სისხლის მარაგი უსასყიდლოდ იმ ადამიანებს მოხმარდება, რომლებიც სისხლისა და სისხლის კომპონენტებს საჭიროებენ. სისხლის უანგარო დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულომ მისმა აპარატმა და საკრებულოს წევრებმა გადაწყვიტეთ უანგარო დონაციის დღის მოწყობა. საკმაოდ აქტიურად ჩაერთო საკრებულოს როგორც წევრები, ასევე აპარატის თანამშრომლები. სისხლის შეგროვების ცენტრთან ერთად ვაგებთ ამ პროგრამას და ვიცით, რომ ჩვენი დახმარება თანადგომა ჭირდება ისეთ მოწყობილ ჯგუფებს, რომელსაც ამბულად ჭირდებათ სისხლის ბანკის მომსახურება. თბილისის საკრებულოში იმართება აქცია გაიღე სისხლის სიცოცხლის გადასარჩენად, რომელშიც მონაწილეობას საკრებულოს თანამშრომლები აქტიურად იღებენ. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამგვარი ღონისძიებების ჩატარება საზოგადოებისათვის, ვინაიდან ამ აქციის მიზანი არის საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, უანგარო დონაციის და დეფიციტის შემცირება. ის მთავარ სიახლეებს უფრო ვრცლად შევაჯამებთ. მთავარ გამოშვებაში შვიცაძე ეთერს კი პოლიტიკური პოსტი გააგრძელებს.